მე ვარ დავით დანელია 10 წლის. სწავლობ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი, ხატვა, მუსიკა და ჭადრაკი. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ფეხბურთი. უკვე წელიწად ნახევარია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მე ვთამაშობ მარცხენა მცველის პოზიციაზე. მომწონს ჩემი პოზიცია და კომფორტულად გრძნობ თავს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა მეკარის დახმარება და კარის დაცვა. კი ვთამაშობ დაცვაში, მაგრამ მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 45-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. პენალტების სერიაში 9-იანში გავიტანე გადამწყვეტი გოლი. ისე გამიხარდა, რომ დღემდე მიხარია. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის მარცხენა ფეხი ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და საყვარელი გუნდი ნაპოლი. ფეხბურთი არის ჩემი ჰობი და ბოლომდე სერიოზულად არ უყურებ. რომ გავზრდები მინდა ვიმუშაო ნასაში, ან გავხდა პიანისტი. სწავლობ ლაღიძის მუსიკალურში და ვარ მეორე კლასში. მაინც და მაინც პიანინო იმიტომ შევარჩიე, რომ ბავშვობიდან მქონდა პიანინო და ბავშვობიდან მივეჩვიე მას და ძალიან მომწონდა. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა მუსიკის გარჩევა. ყველაზე მეტად გამიადვილდა ნოტების სწავლა. მუსიკალურში ერთხელ მქონდა გამოცდა და ერთხელ კონცერტი. კონცერტზე ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ მაინც საოცრად კარგად დავკარგე. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია ბეთჰოვენი. ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ დამეწერა მუსიკა, მაგრამ არასდროს არ გამომდიოდა. ალბათ იმის ბრალი იყო, რომ ნოტებით მუსიკის ჩაწერა არ ვიცოდი. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე გიტარაზე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კაი კლასელები და მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სიდონია გაბაიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ალექსანდრე ბერიძე. ყველაზე მშვიდი არის ბარბარე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნიკოლოზ დიასამიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ გოგოები ნერვებს მიშლიან. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 30 წლის. შვილებს დავარქმევ გიოს, ლაშას და ნათიას. ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. საყვარელი მასწავლებელი არის ქეთო მასწავლებელი. იმიტომ რომ კეთილია, წესრიგს იცავს და მეგობრულია. ახლა მინდა ვიყოთ 13 წლის, იმიტომ ვიქნები უფრო მაღალი. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 15 წლის და ქვია გელა. ის არის ჭკვიანი, ცელკი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ვთამაშობ PlayStation-ს. მოდის და მითიშავს PlayStation-ს და ცოტა ხნის შემდეგ დაიწყებს თამაშს, როდესაც მე არ ვარ სახლში. ჩემი აზრით გელა რომ გაიზრდება, გამოვა YouTuber. ჩემი მამა არის ჭკვიანი გეოგრაფიაში, მხიარული და სტუმართ მოყვარე. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ალფრედო. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს კატლეტებს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის Stranger Things. დადასტური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი უსასრულო რაოდენობის ნოკოს მაკარონს. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. მე ასევე მიყვარს ჭადრაკი და 1 წელია დავდივარ ჭადრაკზე. ჩემი საყვარელი ფიგურა არის ეტლი. ჩემთვის კომფორტული არის თეთრებით თამაში, რადგან მაქვს მეტი სვლა და მეტი დრო. ერთხელ მქონდა შეჯიბრება და პირველ ადგილზე გავედი ბოლოდან. მაშინ პატარა ვიყავი და მთავარი იყო მეთამაშე ტურნირზე. ახლა უკვე ვთამაშობ კარგად და მამიკოსაც ვუგებ ბევრჯერ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ფრენი სუპერძალა. ფრენა რომ შემეძლო, ზოგინან პირდაპირ გავფრინდებოდი სახლში. ძალიან მშია და სახლში მეჩქარებ. შემდეგ მონაწილას ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მიცი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის VR-ები. ეს არის სათვალე, რომელსაც გაიკეთებ, ის გადაგიყვან სხვადასხვა სამყაროებში. ბედნიერება არის მეგობრებთან გართობა, ჭამა და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.